Demodi mamu asicare. Rato. Deve saber o programa demodi. Tipo burro da sua, bem. Tipo se sofre. Tipo se marlo, tipo. Me bakla pikro bideta sadania. Sabovide. ეს ქუჩა კი გაჩვენეთ წინა ვლოგში ძალიან ლამაზად რო არის მორთული ლაგოდეხისკენ რომ მიდიხარ, მაგრამ ეხლაც გაჩვენებთ. ეხლა უნდა ავიდეთ ლაგოდეხში და უნდა ვნახოთ ნაძვის ხეს ახალწლო მორთულობები რა როგორ გააკეთეს. წინაზე რო ვიყავით, ჯერ არ იყო განათებული და უბრალოდ ვნახეთ როგორ იყო მოწყობილი და ეხლა უკვე განათებულს ვნახავთ. მოვედით და ნახეთ რა ლამაზად არის გაკეთებული. აი ძალიან მომეწონა. ნახეთ, აქეთაც განათებულია. იქით წინაზე განათებები ვნახეთ. ულამაზესი ნაძვის ხე. ქალბატონი ეკაექიმიც გამოჩნდა ჰორიზონტზე. ეს მთლიანად პარკი. სკელუნა. ვის გაეზარდა ლოყა გერმანიაში? კარგად ვართ მოპუწკუნებულები, კარგად. აი ზუსტად ეგრე მომივიდა რა. არა უშავო, დავიკლებ. ბრძოლო ეხლა. და მე კიდე სადმე მე წავიდე. კიდე სადმე წავიდე, კიდე რამოდენიმე თვე უნდა ვიბრძოლო. მოვედით ახლა აზადეიდასთან, რომელიც ცხოვრობს ლაგოდეხში და გაჩვენებთ რა ხდება. ძალიან სითბოა და ძალიან კაია სახში ყოფნა და ეს მინდა რომ გაჩვენოთ. ნახეთ რა ლამაზია. შეხედეთ. ნინე მივიხარეთ მუსიკაზე ეკა. ალბათონ ეკა. იხსენებს. რაღაცა დაგვიკარი აქ ახლა დამსტრეს საზოგადოებას. მიდი. და კომპლექსდა ახლა. მიდი ახლა სულ რაღაც 20,000 ადამიანი იქნება. არა უშა. აჰა. ეს გადადი. აი ვიცი რა და ეს ხალხი წერტაა. აზადეიდა. შუგრიკა. ვაუ! ზაგაერთო ქალბატონი ეკაექიმი. დაუბრუნდი მეგობრებო სახლში, ეხლა უნდა დავიძინო და ვლოგის ჩაწერას გავაგრძელებ ხვალიდან. დღეს დედაჩემს ქალბატონ ეკაექიმს უნდა ვუყიდოთ ახალი ტელეფონი საახალწლოდ და წამოდით ერთად დავარჩიოთ. ვინაიდან ვართ კახეთში, გადავწყვეტეთ რომ წავსულიყავით თელავში და პირველ რიგში მივედით ალტაში. 1 წლის წინ დედაჩემს ვაჩუქეთ iPhone-ი, თუმცა ვერ შეეგუა, აქამდე არ გამოუყენებია და რაღაცნაირად ვერ გადმოერთო ამ iPhone-ზე, ამიტომ გადავწყვეტეთ რომ ჩვენი შეცდომა გამოგვესწორებინა და ისევ Android-ი გვეჩუქებინა. პირველ რიგში მივედით ალტაში, თუმცა ალტაში საერთოდ არ ჰქონდათ პიქსელები და გვითხრეს რომ ერთი კვირით ადრე უნდა შეგვეკვეთა და მერე ჩამოიტანდნენ, თუმცა ეს არ გვაწყობდა, იმიტომ რომ დღესვე უნდა გვეჩუქებინა საჩუქარი. ამიტომ გადავინაცვლეთ Zoom-ში და აქ შევიძინეთ. იყო ორ ფერში, იყო კრემისფერი და შავი და გადავწყვეტეთ რომ კრემისფერი შეგვერჩია, იმიტომ რომ დედაჩემს ღია ფერები უფრო მოსწონს ხოლმე. ადგილზევე გადავაკარით ეკრანის დამცავი, ასევე შევარჩიეთ кейსი, შევიძინეთ და ამის შემდეგ უკვე წავედით კლინიკაში. დედაჩემს ჰქონდა სამუშაო დღე და იქ უნდა დავლოდებოდით. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, მანამდე კიდევ მქონდა სხვა საჩუქრებიც. პირველ რიგში შევარჩიეს ჩანთა, ცოტა უფრო ტევადი ჩანთა სჭირდებოდა და ასევე კრემისფერი უნდოდა და ვფიქრობ რომ ძალიან კარგი არჩევანი გავაკეთე და ასევე სჭირდებოდა ორეული, აქამდე ყველა დანარჩენი ფერი ვუყიდე და ერთადერთი რაც არ ჰქონდა იყო შავი ფერი და ესეც შევარჩიე. კლინიკა არ იყო შორს, აქვე არის დაახლოებით 5 წუთი გჭირდებოდა მანქანით. მივედით, როდესაც მივედით ჯერ პაციენტი ჰყავდათ და ცოტა დაველოდეთ და შემდეგ უკვე შევიტანეთ საჩუქარი. როცა ახალი ტელეფონი. ეგ სპორტულებია მე გახსენი. iPhone-ი არ მოგწონდათ და ამიტომ Android-ზე დაგაბრუნდა თურქული. აი ზარები შემოვა. რა მაგარია, მეშველებული. ეხლა სასწრაფოდ უნდა გამოვიცვალოთ და უნდა წავიდეთ დარბაზში.
აღარც კი მახსოვს რამდენი დღე არ მივარჯიშია, რაც ჩვეულებაში ვარ იმის მერე არ მივარჯიშია და ისე მომენატრა, ისე მინდა, ისე ერთი სული მოქვს, რომ ვერ წარმოიდგენთ და ნახოთ ახლა აქ ელასტიკი უნდა მქონდეს, იმიტომ რომ ყველაფერი აქ მომაქვს ხოლმე და წესით უნდა მქონდეს, კი არის. გვანცასაც შევძახოთ. მეგობრებო და მეთანხმებით არც ერთი საბარჯიშო აუთფიტი არ შეედრება ამ ლუქს, რომელიც განკუთვნილია სოფლის დარბაზისთვის. აქ არ შემჩნიოთ, რომ არის დახეული ეს ელასტიკი. ეს გრძელი მაიკა, თუ დამცხება შიგნიდან მოკლე მაიკა, სპორტული ლიფჩიკი. გარედან ვარდისფერ კურტკას ჩავიცვამ ახლა და მზად ვარ. Finally ვარდისფერი კურტკა იყო ის, რაც სჭირდებოდა ამ აუთფიტს. საბოლოოდ. დავით. მოვედით, დავიწყეთ, შუგერი ხურდება. მე გავხურდი უკვე, ვიწყებ ვარჯიშს. ვიღაცა ცივა, ვიღაცა. ძიმია. აი, გაზრობა კი. აი, მოვიდავში, პიცა გადმოვიდა და ზემოთადა. პიცა. ჩემი ატელებია შარვაძე. მე მოგურა. დავტოვეთ მეგობრებო პაატა სახლში ეზარებოდა მაგას კარდიო და მე და შუგერი წამოვედით. ეს არის ჩვენი სახლთან საკმაოდ ახლოს არის ეს სტადიონი და აქ ვაკეთებთ კარდიოს. დავბივართ და ეს არის თორცდები მე-10 წრე. კიდე ერთ წრეს გავაკეთებთ და всё. წავალ სახლში, მაგრამ აი ძალიან ასწორებს სიცივეში სირბილი. აი ძალიან მაგარია, სულთა ჰაერს ვთქავ და თან კარდიოს რო ვაკეთებ. ძალიან აი ქენით რომ პარტაკუზა რა. გაცენდა მეგობრებო, გუშინ ღამით იყო ყინვა. აი ისეთი ყინვა, როგორიც გერმანიაში იყო ყოველდღე. და ღამით ცოტა შემცივდა. ხო და მე რომ მცივა ხოლმე ზოგადად ისე ხდება, რომ მე მესიზმრება ხოლმე კოშმარები და მაგან ცოტა დამღალა ღამით ძლივს გათენდა და გავიღვიძე და მორჩა ეგ კოშმარებით და ეხლა მივდივარ პაატასთან უნდა ვჭამოთ. ამჯერად მეც მაქვს საჭმელი სახლში და ყველაფერი ძალიან ბევრი გვაქვს, იმიტომ რომ ახალი წელია, მაგრამ ერთად გვინდა რომ ვჭამოთ ხოლმე დილით. ხამდა ეს მიმაქვს ლალიდეიდასთან და ნიაკოსთან. აქ არის სუნამო და ნიაკოსთვის არის ტკბილეული, ზოგი გერმანიიდან ჩამოტანილი, ზოგი რაც სახლში მქონდა. ამას შეხედეთ რა ლამაზი არის კავკასიონი და ეს რომ მიდიხარ, თვალს ვერ მოწყვეტ იმდენად ლამაზია. ძალიან მეძინება, ეხლა უკვე დავიწყე პროგრამებზე მუშაობა, იმიტომ რომ ხვალ არა და ზეგ უკვე სამსახურში ბრუნდებით საახალწლო არდადეგებიდან და სტუდიას ხსნი ისევ ჩვეულებრივ პაუზის შემდეგ და მინდა რომ ახალი პროგრამები შევიტანო და 3 საათზე მოვჭი გუშინ და მე კიდე რაღაცებს ვაკეთები და 4-ის ნახევარზე დავიძინე და აი ისე მეძინება რომ არ ვიცი. დღეს უკვე ეგ პროგრამები პრაქტიკული ნაწილით უნდა დავამუშაო და უკვე მზად რო იქნება, მე უნდა შევიტანო სტუდიაში და მინდა რომ ეს ყველაფერი მოვასწრო ორშაბათამდე, იმიტომ რომ ორშაბათს ხსნი სტუდიას ისევ და კიდე იცით რის თქმა მინდოდა ეს ვლოგი არის გადაღებული ჩემი ძველი ტელეფონით. ჯერ ახალს არ ვიყენებ, იმიტომ რომ სიმბარათი არის გადასატანი, რაღაცები არის გადასატანი და მაგისთვის არ მეცალა რომ ეს სიმბარათი გადამეტანა, პროგრამები გადამეტანა, მოკლედ ბევრი დრო უნდა და დღეს შეიძლება გადავიდეთ ბეშკენში, როგორც იცით ბეშკენში ცხოვრობს ჩემი ბიძაშვილი ანუკი, ჩემი ბიცოლა ბიძა, ბებო და ბაბუა, დედაჩემის მშობლები და ანის უნდა გადაუტანოთ გვანცას ტელეფონი. როგორ მოხდა იცით, დედაჩემს ხო უყიდეთ პიქსელი და დედაჩემის აიფონი დარჩა ჩემდას და ჩემი დის აიფონი ისე დარჩა და ჩვენს ბიძაშვილს აქვს მე მგონი რაღაც აიფონი, რომელზე უკეთესიც არის გვანცას აიფონი და
გვინდა რომ ვაჩუქოთ, რომ აპდეიტი გააკეთოს იმანაც, იმიტომ რომ ოჯახში მე მგონი ყველამ გავაკეთეთ აპდეიტი ამ ახალ წელს. მე დედაჩემმა გვანცამ, პატამაც ახალი ტელეფონი იყიდა და ეხლა ანისაც ვაჩუქებთ ამ iPhone-ს, რომ ახალი არ იქნება, მაგრამ პატარა აპდეიტი გამოუვა. საავადმყოფოში მივდივართ მეგობრებო, პატა მითამაშა დღეს ფეხბურთი, სანამ მე პროგრამებს წერდი, ეს იყო სტადიონზე და მოჩეხეს თუ რა უქნეს არ ვიცი, მაგრამ ფეხი აქვს ძალიან გასიებული და მანახე ერთი შემოტრიალდი რას აკეთებ. ამ დღეში არის ძლივს დადის და მაინც ჭამის ხასიათზე. ვაიმე. მოდი დამეყრდენი ცოტა. მივარ მანქანამდე. ხო და ეხლა მივდივართ გურჯანში. გვანცაც მოგყვება. საავადმყოფოში რომ ნახონ ერთი ამის ფეხი მოტეხილობა, ნაღრძობია, რა მოხდა, თორე საერთოდ ვერ ადგამს და სტკივა ძალიან და ნახოთ აბა რა იქნება. მოვედით და ფეხი უფრო მეტად ასტკივდა და ამიტომ ეტლში ჩავსვით. შეიყვანეს ახლა რენტგენზე და ველოდებით. ნუ ერთობი პატა გცეი. ფეხი არ მიარტყა. დამურამაიმე. ოპ. არ შეიძლება გაჩერდი. ეს არის რენტგენი. და ეხლა მივდივართ ტრავმატოლოგთან, რომ შეხედოს და გვითხრას რა მოხდა და რაც ვიცით ეხლა ამ ეტაპზე არის ის, რომ მოტეხილი არ არის, რაც მთავარია და ნახოთ აბა რა იქნება. თავაშირი გვჭირდება მეგობრებო. სხვანაირად ვერ გამოვძვერით. მივდივართ მეგობრებო ბეშკენში. დღეს ასევე თბილისშიც უნდა დავბრუნდეთ უკან, მაგრამ გვანცას ტელეფონი უნდა გადავუტანოთ ჩემ ბიძაშვილ ანის და სადღაც 1 საათი გამოვნახეთ იმისთვის, რომ ბეშკენშიც გადმოსულიყავით და ბებია და ბაბუაც გვენახა. ეკამ ვერ მოახერხა ქალბატონმა ეკა ექიმმა ჰყავდა უამრავი პაციენტი, ამიტომ წამოვედით მე, გვანცა და პატა. მივდივართ ახლა გზაში ვართ და ეს ზუსტად არ ვიცი რომელი სოფერია, მაგრამ აქ გავაჩერე მაღაზიასთან. ამ მაღაზიას მე და გვანცა ვეძახით ბზიკების მაღაზიას, იმიტომ რომ ერთი ტკბილეული იყიდება კამფეტები, ჟელი ბონის მსგავსია და შიგნიდან აქვს ჟელე. ხო და აქ უნდა შევიდე ახლა, მაგას ყიდულობდით ხოლმე მთელი ბავშვობა და ძალიან ისე ნოსტალგიურად მახსოვს და ისევე გუნდა ვიყიდო. ბარათით გადახდა არ ჰქონდა და ვერ გაჩვენეთ ბზიკები რა, სხვა დროს იყოს. მე გადმომსვეს მეგობრებო. შუგერმა დაიკავა ჩემი ადგილი. ახლა სერცხვილი არ არის, ტკბილეულის გარაშე რომ მივდივართ, მაგრამ აქ არსად არ არის ბარათით გადახდა და მე კიდე ქეში არასდროს არ გამაჩნია. მოვედით. სქელუნას მივეხმარები ახლა. ისე რა 70-ს გადაიხდა ვალი ერთ ადამიანის საჩუქრების რა ვიცი რაღაცა ფული რაღაცა გადაიხდა ვალი მაგრამ ის გასაკეთებს არა ორი შეგვიდა რომ ეს ვერ მიხვდა. ძალიან შემოჩნდება. მოსიებს გადმოვიტანდა. მაფია მოგიგდო? დონარი მეუნება გუყურებდა. ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ მაგარი იყავი. წარიან მოაწყობთ. გამისწრდა ეგადაიდა. შუგერის кейსი. გეყიდა ჯერეგო ბებილი არ საყვარელია. ეს იმენაში ხარ გვან. სახშირად დაიდგა ხოლმე წყლის შეიგერს. ბოლოს ეს რატო გადაწყვიტე მაიც და მაიც. მაგას თოდნო მაგალითად დავბრუნდით მეგობრებო სახლში. ეხლა უნდა ჩავბარგდეთ, ჩავალაგოთ ყველაფერი და უნდა დავბრუნდეთ თბილისში. ხვალიდან უკვე არის 6 იანვარი და მე გავდივარ სამსახურში. ჯერ სტუდიაში უნდა გავიდე და მერე დარბაზში, ანუ ბრუნდები საახალწლო ვარდადეგების შემდეგ და ასევე ერთი სიახლე რაც არის 25 იანვრიდან ვიწყებ სწავლას. ძალიან მინდა რამდენი ხანია ახალი კურსის გავლა.
ცოდნის გაღრმავება, პროგრესი, წინსვლა, მოკლედ ძალიან მინდოდა და აქამდე არ ჩამივარდა შანსი, იმიტომ რომ წინა წელს მე სტუდიის გახსნა იყო და მთელი ამბები და სულ სარემონტო სამუშაოებზე და რაღაცეებზე დავრბოდი და აი ფიზიკურად შეუძლებელი იყო მაგ პროცესში სადმე სწავლა რო დამემატებინა და ეხლა როდესაც უკვე სტუდიაც გავხსენი და დარბაშიც დავსტაბილურდი და ცხრილი ორივეგან დაალაგებული მაქვს, უკვე დრო იყო რომ დამეწყო ახალი კურსი. ეს არ იქნება რაიმე ახალი, ანუ რაღაცა სხვა პროფესიას არ ვეუფლები და რაღაცა სხვას არ ვაკეთებ, ჩემი პროფესიის კურსი იქნება, ფიტნეს კურსი. უბრალოდ მინდა რომ ცოდნა გავიღრმაო, ის ყველაფერი რაც თავდაპირველად ვისწავლე და ნაწილობრივ უკვე გონებაში დაიკარგა და რაღაცები დამავიწყდა დეტალები, ეს ყველაფერი მინდა რომ გავიხსენო და მინდა რომ უფრო ძლიერი ვიყო. ამიტომ იანვრის ბოლოდან ვიწყებ ამ კურსს, ვიქნები ძალიან დატვირთული, ამიტომ არ ვიცი, შემდეგი კახეთის ვლოგი როდის იქნება ხალხო ღმერთმა იცის, წარმოდგენა არ მაქვს მართლა. კურსი იქნება 3 თვიანი სავარაუდოდ, ესე მახსოვს. რაც იმას ნიშნავს, რომ იანვარში ხო ვეღარ ჩამოვალ დიდი ალბათობით. თებერვალი, მარტი, აპრილი საერთოდ ვერ ჩამოვალ. ეგრე გამოდის. არ ვიცი, აპრილში არის მე მგონი აღდგომა და მაგისტრის შეიძლება დაგვასვენონ და გამომიშვან რა, მაგრამ მანამდე ფიზიკურად ვერ წარმომიდგენია რა მომენტში უნდა ჩამოვიდე, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყოველდღე დაკავებული მექნება. ან დარბაზში ვიქნები, ან სტუდიაში ვიქნები, ან თვითონ იმ დარბაზში ვიქნები, სადაც ეს ყველაფერი უნდა ვისწავლო. ანუ ძალიან რთულად იქნება ეგ ამბავი და ამიტომ ვერაფერს ვერ გპირდებით, რომ კახეთის ვლოგები იქნება. დიდი ალბათობით ისე ჩავარდნა მექნება YouTube-ს. სხვა არ ვიცი რა გითხრათ, არც კი ვიცი ეს ვლოგი რამდენ ხნიანი გამოვიდა, ბევრი არაფერი გადამიღია. გუშინდა დღეს ფაქტობრივად მთელი დღე ვარჯიშობდი სტეპზე, ახალ პროგრამაზე ვმუშაობდი და არ ვიცი 8 თუ 9 საათი კარდიო გამომივიდა, თუ მეტი არა, მეტი გამომივიდა, მე მგონი 8-9 საათი გუშინ გამომივიდა და დღეს კიდე 4-5 საათი ვაკეთებდი რა. თან ვისვენებდი, მე ისე ვაკეთებდი, მოკლედ ძალიან რთული იყო. წვივები მაგრად მткиვა. აი ეს ადგილები ძალიან დამეჭიმა და ხელითაც რო ვეხები ძალიან მткиვა. მე სანამ გავაგრძელებ ბროწეულის ჭამას, აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო. თუ უკვე არ ხართ ჩემი გამომწერი, გამოიწერეთ არხი და მომავალ შეხვედრამდე.